Wrestling-ის საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა. 50-60 წლის არსებობის შემდეგ სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც გაჩნდა. თუ რამდენად კარგად იყიდებს ფეხს, თავად პროფესიონალებს ვკითხოთ. ინგლისურად სიტყვა wrestling-ი სპორტის სახეობასაც აღნიშნავს და თეატრალურ დადგმულ შოუსაც, რომლის გამარჯვებულიც წინასწარ არის ცნობილი. ჭიდაობისგან განსხვავებით აქ წესების გარეშე თამაშობენ. wrestling-ში ყველაფერი მოსულა. ერთი ერთზე, ჯგუფური და უფრო მეტიც, მაგალითად 4 ერთზე შეჯიბრებაც. გაუთავებელი დაბრკოლებების შემდეგ თბილისში wrestling-ის მიმდევართა კლუბი გაიხსნა. ჯერ დარბაზს ვერ შეუვლობდნენ. მერე ხალხი შეკრება გაჭირდა, მაგრამ საბოლოოდ პრობლემების გადაჭრა მოახერხეს და ახლა საყვარელ საქმეს ერთად აკეთებენ. მოყვარულები ვიყავით ყველანი, მოგვეწონა სპორტი, დიდი ხანია უყურებთ და შევიკრიბეთ და მოგვინდა საქართველოშიც გაგვეკეთებია სპორტი და აი უყურებთ. საჭირო არ არის ხად იყოს დაკუმთული რაღაცა, თავარია იყოს ტექნიკური და დარტყმა გამძლეო, აი დაცემის დროს იღებს ადამიანი ძალიან დიდ ტკივილს, რაც მე ვტკივა ძალიან და მაგის გამო ვიბრაკებიან. შოუში მონაწილე გმირებიდან ფეისი იმ რესლერის სახელია, რომელიც დადებით როლს თამაშობს და სამართლიანად იბრძვის. შესაბამისად ის მაყურებელსაც უყვარს. ჰილი კი პირიქით, უარყოფითი გმირი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თამაშის მოსაგებად. უახლოეს მომავალში ვაპირებთ სკოლებში, ბავშვთა სახლებში და სხვა ესეთ დაწესებულებაში ჩავატაროთ შოუები, მაგრამ ჯერ იმისათვის ფული არ აქვს, რომ რინგი ვიშოვოთ და ვეძებთ ყველაჩევა მეტ მოსწავლეს, რომელსაც პოტენციალიც ექნება და სურვილიც და დროც იმისათვის, რომ ივაჭიშოთ. 2009 წლის ერთ-ერთ wrestling შოუს ამერიკაში ორჯერ მეტი მაყურებელი დაესწრო, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ფეხბურთში. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მაყურებელი ესწრება საქართველოს ფეხბურთს, არაა გამორიცხული ჩვენთანაც იგივე მოხდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გააგრძელებენ დაწყებულ საქმეს ეს ბიჭები.